და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანაამი. მარხვა გრძელდება, რა თქმა უნდა, ამ მარხვაში უამრავი ადამიანი ზიარა, კიდევ უამრავი ზიარება ჩემს მრევლს მინდა შევახსენოთ საერთოდ რადგის მრევლს, რომ რაც მარხვა გადის, მით უფრო მეტი ბრძოლა და მეტი ხიდული თუ უხილავი დატვირთვა, ფსიქოლოგიური თუ ემოციონალური დატვირთვა იქნება მარხვას. ამიტომ ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტად მობილიზირდეთ და უფრო მეტად გავაქტიურდეთ სულიერობაში, მეტად ვიკითხოთ ლოცვები, რასაც წავიკითხავთ, გულით წავიკითხოთ, მეტად ვიქნეთ უფრო კონცენტრირებული ჩვენ სულიერ იმ შეცდომებზე, რასაც ვიდებთ ხილულ თუ უხილავ შეცდომებზე, რათა ისინი მონანიებული, გააზრებული იქნას გამოტანილი მორალი და გამოტანილი გაკვეთილი ამა თუ იმ სოფლიდან, რათა რეციდივი სოფლისა არ მოხდეს, ანუ გამეორება არ მოხდეს სოფლის. და თუ მოხდება, ისიც უმალ იქნეს მონანიებული. ცოდვა ესეთი ტოქსინია, ესეთი შხამია, რომელიც ძალიან ძნელად მოსაცილებელია, იმიტომ რომ ყველა ცოდვა აწვალებს ადამიანს. ამიტომ მარხვა უნიკალური პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენ ეს ცოდვები მოვინანიოთ და განვიცვლით. და მოგიწოდებთ, რომ ამ მარხვის არც თუ ისე ხანგრძლივი მარხვის და არც თუ ისე ძნელად დასაცავი მარხვის ბიოლოგიური თვალსაზრისით პერიოდში მაქსიმალურად ვიქნეთ კონცენტრირებული განცმედის პროცესებზე. რა თქმა უნდა, ბიოლოგიურად შეიძლება არ არის ეს მარხვა ასეთი ძნელი, რადგანაც სიცხეში მაინდამაინც პროდუქტების დიდი ნაირსახეობას ადამიანის ორგანიზმი არ ითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ უხილავი მხარე, ემოციონალური, ფსიქოლოგიური, მენტალური მხარე ამ მარხვისა საკმაოდ გადატვირთულია, საკმაოდ რთული ქსოვილი არის მენტალური თვალსაზრისით ამ მარხვაში. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რწმენაში და სიყვარულში გაძლიერებას. რწმენა იმიტომ ვახსენებ პირველად, რომ პირველადი რწმენაა. ჯერ წამს და ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი ჩვენი საქმე, ყოველი ჩვენი აზრი იწყება სიტყვით წამს. წამსიც ესე იწყება, ხო? წამს ერთი ღმერთი და ასე შემდეგ. ასევე ზიარების წინა ლოცვა წამს რომ ეძახით, სხვა ფორმის იწყება წამს უყოლო და აღვიენებ. ანუ და ასე შემდეგ. ნებისმიერი ღვთისმეტყველება, აზრი, სიტყვით თუ საქმით გულისხმობს და იწყება სიტყვით წამს. ზუსტად ამ რწმენაზე არის დღევანდელი სახარებაც აქცენტირებული და გამახვილებული. და აქცენტები და ხაზი გასვლა ზუსტად აი ამასაა, რომ თავარი არის ადამიანი იყოს მორწმუნე. და მართლაც ჩვენი რწმენა არ ეფუძნება რაღაც აპრებს, არ ეფუძნება რაღაც, ასე ვთქვათ, მითოლოგიურ გადმოცემებს, ან რაიმე ფრაგმენტალურ დარწმუნებას, ან რომელიმე ადამიანურ ფსიქოლოგიურ მიღწევას, თუნდაც ეროვნული გმირის, თუნდაც მორალური გმირის, თუნდაც მეცნიერის, ფილოსოფოსის ან სხვა რომელიმე ვთქვათ ემოციონალური ან ინტელექტუალის რაიმე სპეკულაციებს. ჩვენი რწმენა მოდის ღვთივ გამოცხადებული, აბსოლუტური, ღვთივ გამოცხადებული ცოცხალი საწყისიდან. ეს არის აბსოლუტური თვითგამოცხადება, თვითკმარი, სრული გამოცხადება ღვთისა და საბოლოო თვითგამოცხადება ღვთისა ადამიანთანმი, რომელიც ჩვენთვის მოცემულია იმისაც, რომ ადამიანს საშუალება მიეცეს უწყვეტი განვითარება პოოს ეკლესიის წიაღში. ობიექტურ რეალობაში ეკლესიისა მისი სუბიექტური რეალობა შესაბამისი პარალელური პირობების შექმნას იმისაც, რომ იგი წინ წავიდეს. ვიმეორებ წმენა წამს და ვიღწვი, წამს და ვიბძვი, წამს და ვლოცულობ, წამს და სულიერად და ხილულად უხილავად ვიბძვი და უწევ წინააღმდეგობას. ასე ვთქვათ, შევიარაღდები წინააღმდეგ ჩემი არაადეკვატურობისა რეალობის მიმართ. შევიარაღდები წინააღმდეგ ჩემი ხორციელი ნებებისა და მიდრეკილებებისა. ავისხამ იარაღს სულიერ ხმახვილს, სულიერ ფარს, სულიერ ჩაფხულს, სულიერ ქალამნებს, სულიერ სამაჯურებს შევიმოსავ, რათა ავუდგე წინ ჩემს ბნელ და დაცემულ ინსტინქტებს, რათა არ ვიქნე გათენილი მენტალური თუ ემოციონალური თუ ხილული ხაფანგების მიერ, რომლებიც უხვად არის დაგებული ჩვენს წინაშე. რის მიერ და ვის მიერ, ეს თქვენ კარგად იცით. ეს არის დაშვება, მაგრამ ამავე დროს ბოროტის სულის ბრძოლა, თუმცა კი დაშვება ისევ და ისევ ჩვენთვის განგებულებითი, ღვთაებრივი პედაგოგიკური დაშვება, რათა ჩვენ გამოვიწვთოთ და არ დავჩეთ ამების დონეზე, ერთუჯლედიანი მრავალი ფორმის მქონე არსების დონეზე, რომელსაც განვითარება არ უწერია.
ანუ ჩვენი განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავჭერთ ის, რაც ვართ. ადამიანი არის ის არსება, რომელსაც უზარმაზარი პერსპექტივა განვითარების. იგი არის ღია სისტემა, იგი არის სისტემა, რომელიც მუდამ ვითარდება, მუდამ წინ უნდა მიდიოდეს. წინამძღოლ შემთხვევაში იგი ადგილზე თუ დგას, უკან მიდის, რომ ადგილზე დგომა ტოლი არის უკან სვლისა. ამიტომ რომ ვახსენებ წმენა, ისევ და ისევ წმენის შესახებ ლაპარაკობს გევანდელი სახარება. როდესაც ემაუსის გზაზე მიდიოდნენ, ორი მგზავრი ისინი მსჯელობდნენ მაცხოვრის იმ მისიაზე, რომელიც მან აღასრულა მიწაზე, კონკრეტულად მის ვნებაზე იერუსალიმში და ეუბნებოდნენ თვითონ მაცხოვარს, რომელიც მათ თანაუგდოდა, შენ ხარ მწირი იერუსალიმს და არასცანა რა ესე იქნა მასშინა ამათ დღეთა და თქვა მაცხოვარმა სპეციალურად უთხრა მათთვის, რომ მათი რწმენა გამოიცადა, რა მოხდა. ხოლო მათ თქვეს იესოისთვის ნაზარეველისა, რომელი იყო კაცის წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვითა, მისითა წინაშე ღვთისა და ყოვლის ერისა. ვით არ იგი მისცეს მოძღვართა და მთავართა ჩვენთა სასჯელსა, სიკვდილისასა და ჯვარსაცვეს იგი. ხოლო ჩვენ ვესავთ, ვით არ მედი იგი არს, რომელმან იხსნეს ისრაელი და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაიდან ესე იქნა. და მართლაც ვესავთ, ანუ ჩვენ ვსასვევთ, ჩვენ იმედი გვაქვს. მართლაც ვწამს, იმიტომ რომ ნათქვამია, სარწმუნოება, სასვეება, ანუ იმედი და სიყვარული. სამი საღვთისმეტყველო სათნოება. სარწმუნოება, სასვეება და სიყვარული. აქ მეორე სათნოებაზე ლაპარაკი, რომელიც მათ ჰქონდათ, ვესავთ, რომ იგი არის ის მესია, რომელმაც თავისი მისია აღასრულა. მაგრამ მაცხოვარი კიდევ უსმენს მათ და მათ წმენას მაინც შენიშვნას აძლევს. ხოლო მან რქვა მათ, ხოი უცნობელნო და მძიმენო გულითა. სარწმუნოებისათვის ყოველსა ზედა, რომელცა ითხოვდეს წინასწარმეტყველმა, ანუ უცნობელნო და მძიმენო გულითა ეს მიმართავს ისრაელიტელებს, რომელთაც სარწმუნოებასა მაცხოვარის მისიის შესახებ სიმძიმე გულისა და უცნობელობა გამოიჩინეს და მრავალმა ვერ იცნო იგი და თუ იცნო ბევრმა შეგნებოდა დაგმო, რადგანაც ბოროტების ემისარები გახდათ და ბოროტების მოციქულები, ანუ დემონური ძალების იყვნენ სპეციალური ესე ვთქვათ ემისარები, რომლებიც შეგნებოდათ ებრძოდნენ ქრისტეს და გმობდნენ სულიწმინდას. მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აძლევს მაცხოვარი მითითებას მათ და ჩვენც მათი სახით, რომ არ უნდა ვიყოთ უცნობელი და მძიმენი გულით და არ უნდა იყოს ადამიანი უწმუნო, არამედ გადახედოს უნდა წინასწარმეტყველებებს ძველ აღთქმაში მაცხოვრის შესახებ. ანუ არაესრეთ ჯერ იყო ვნებად ქრისტესა და შესვლა დიდებასა თვისა, შეიძლება ამაზე ადამიანს ეჭვი შეეპაროს, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და უნდა ჯვარცმულიყო და აღმდგარიყო და იწყო მოსესიდან და თქვენ თუ დააგვირდებით ძველ აღთქმას და დაიწყებთ მის გამოძიებას და გამოკვლევას, თუნდაც მოსესიდან, მოსე წინასწარმეტყველიდან გამოვათარგმანებთ და შევისწავლით სახარებას, ყველგან შევისწავლეთ ძველ აღთქმას, ჩვენ ვნახავთ, რომ უთვალავი წინასწარმეტყველება, უთვალავი მტკიცება, უთვალავი ფორმულირება არსებობს იმისა, რომ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე არის ის მესია, რომელმაც ზუსტად ის სამმაგიმსახურება, სამღვდელმთავრო, საწინასწარმეტყველო და სამეუფო მსახურება, საღვთო სამეფო მსახურება აღასრულა ამ დედამიწაზე და გახსნა დასასუფეველიცათა. თქვენ იქ ნახავთ უამრავ წინასწარმეტყველებას და თითქმის ერთი და იგივეს ლაპარაკობს, ერთი და იგივეს აზრით ვიძახი ციტირებს თითქმის უამრავი წინასწარმეტყველი, რომელმაც ერთმანეთი არც კი იცოდა. სხვადასხვა საუკუნეებში მოღვაწეებს. ისინი მეტყველებდნენ სხვადასხვას ერთი და იგივე მესიაზე და არავისზე, არც ერთ რელიგიურ ლიდერზე, სხვა სარწმუნოებათა, არაღვთივ გამოცხადებულ სარწმუნოებათა შესახებ, სხვა რომელიმე ლიდერზე არავითარი ესეთი წინასწარმეტყველება არ ყოფილა, როგორც მაცხოვარზე იყო. ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი სამოთია იმისა, რომ მაცხოვარი არის ის, იესო ქრისტე არის ის მესია, რომელიც იყო აღთქმული და რომელიც მოვიდა და აღასრულა ყოველი. ანუ არსად წინასწარმეტყველთა ესე
ნაკადი თაობათა არ ყოფილა, რომელიც ერთი და იგივეს წინასწარ მეტყველებდა, შეიძლება ცოტა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ერთ ხაზს, ერთ წითელ ხაზად გასმულს ნახავთ თქვენ მთელ ძველ აღთქმაში ერთი და იგივე აზრს, რომ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მოვა, ეწვევა ჯვარს, იგი აბგება მკვეთ მესამესად დღეს. ასევე რა თქმა უნდა, არავინ არავისთვის ჯვარს არ წმულა, ჩვენ თუ გადავხედავთ სხვა რელიგიებს, არავინ არავისთვის ჯვარს არ წმულა, არავის თავი არ დაუდია კაცობრიობისათვის. და ყველაზე მთავარი არგუმენტი, ყველაზე მთავარი ფუნდამენტი, დამამტკიცებელი ბეჭედი საფრთხო მაცხოვრის მესიობისა, ეს არის მისი კუდრეთი და აღდგომა მესამესად დღეს, რომლის ანალოგი არსად არ არსებობს არც ერთ რელიგიაში. აი კიდევ ერთი ღვთივგამოცხადებულების ბეჭედი ქრისტიანობისა და რა თქმა უნდა ევქარისტიის ანუ ზიარების საიდუმლო, ხო? რომელიც არსად ასევე არადა ვერ იხილება. მაგრამ უამრავი წინასწარმეტყველი ყოველივე ამას რაც მე აღნიშნე, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველებს. და თვალნი მათი იმდენად ესავდნენ ქრისტეს და იცოდნენ და მისულები იყვნენ ახლოს სასუფეველზე 1000-ზე, რომ იტყვიან ეს ორი ადამიანი, მაგრამ როდესაც დაბაში ჩავიდნენ და მაცხოვარს თხოვეს, რომ წუხრი მათთან ყოფილიყო წუხრის დროს და დამჯდარიყო მათთან და მიეღო ტრაპეზი, მაცხოვარი, რომელიც ჯერ ამბობდა, მაცხოვარი ეხვეწებოდა, რომ დარჩენილიყო მათთან, დაადგერ ჩვენთან, რამეთუ წუხრი აქვს და მიდრეკილა არის დღე და შევიდა მათთან დადგომა მაცხოვარი. აქაც კიდევ ერთ-ერთი კაცმოყვარეობის ბეჭედი და მაცხოვარის ადამიანთან ყველაზე უახლოესი შემოსვლა ღვთის ადამიანთან ისტორიულ დროში კვლავ მეორდება, თუნდაც აღდგომის შემდეგაც კი. და როდესაც ინახით ჯდომას იყო მათთან, ისევ და ისევ აქ ხედავთ ზიარების საიდუმლოს განხორციელებას. მოიღო პური, აკურთხა, განსტეხა და მისცემდა მათ. აი, არ არის ეს ზიარება მაცხოვრის მიერ აღსრულებული. ხოლო მათ თვალნი მათნი განეხვნეს და იცნეს იგი და თავადი მიეფარა მათგან. აი, როგორი საოცარი ბეჭედი არის აქაც. ადამიანს სანამ არ ეზიარება ადამიანი და ქრისტეს ვერ შეიცნობს ბოლომდე. სანამ ადამიანი შეიძლება ადამიანი მოვიდეს, ძალიან ბევრი წაიკითხოს, ძალიან ბევრს მოусმინოს საფრთხისმეტყველო ტექსტებს, ძალიან ბევრი დოქტრინა შეიძლება შეისწავლოს, აი მართლმადიდებლური სარწმუნოების ძალიან ბევრი წმინდა მამა წაიკითხოს დაუშვათ, შეიძლება ძალიან ბევრი განმარტება წაიკითხოს, საფრთხოს ჯული წაიკითხოს, ეს ძალიან კარგია და ეს ძალიან ფუნდამენტალური ნაშრომები ჩვენი სამაგიდო წიგნები უნდა იყოს, მაგრამ სანამ ადამიანი ცოცხლად არ მოვა ეკლესიაში ღვთის მიერ დაძახებულ ტრაპეზზე და არ ნახავს, რომ ესე არის ხორცი ჩემი, არ მოისმენს და არ ნახავს, რომ ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის გადახილი მისადევებლად, არ მოისმენს და არ ნახავს, ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის დათხეული და მრავალთათვის მისადევებლად და ამ პურის განტეხვაში არ შეიცნობს მაცხოვარს და არ ეზიარება ქრისტეს, არ შეჭამს ქრისტეს ხორცსა და სისხლს არ დალევს, ანუ ღმერთის მჭამელობას არ განახორციელებს რეალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში მას თვალები ვერ აეხილება. თვალების ბოლომდე ახელვა სულიერ თვალებს გულისხმობ მე ამ სულიერ თვალებს, თუმცა კი ფიზიკურსაც, იმიტომ რომ მრავალი ბრმაც კი განკურნებულა ზიარებით, ხო? ფიზიკურად ბრმაც და ამის ჯერ კიდევ სახარებაში რამდენი მაგალითია და ისედაც ეკლესიის და წმინდანთა ცხოვრებაში სულიერ თვალებს განსაკუთრებით, რომელიც პირველად მთავარი თვალებია ჩვენ ცხოვრებაში და მთავარი პირველ რიგში სულიერი მზერა და რა თქმა უნდა ფიზიკურიც, რომელიც განიწმინდება სულიერი ჩვენი მზერის განწმენდის შედეგად, აი მანამდე სულიერი თვალები არ აეხილება ადამიანს და როგორც კი ეზიარება მას თვალები განეხუნება და იცნობს ქრისტეს. აი ეს არის რაც მინდოდა მეთქვა და ჩვენც გვეცნობიეს ქრისტე ერთმანეთში და გულნი ჩვენი განხურვებული ყოფილიყოს ღვთის სარწმუნოებით და თუკი ჩვენ სახარებას ვკითხულობ და როცა ჩვენ სახარებას ვკითხულობ, თუკი ჩვენ ლოცვებს ვკითხულობ და როცა ჩვენ ლოცვებს ვკითხულობ, ყოველთვის განხურვებული გული და ახელილი თვალებით წაგვეკითხოს ეს, რათა ვიცნათ ქრისტე ყველგან და ყოველივეში, ჩვენს თავში და ჩვენს მოყვასშიც.
ზეცაშიც და მიწაზეც. ყველგან ქრისტე გვეცნობიოს და მივხვდეთ მის ჩვენთვის ასე ახლო, ასე ნაცნობ, ასე მონათესავე მცნებებს, რომლებიც ღმერთმა თავის დიდი კაცთმოყვარეობის ჩვენთვის მოიტანა ზეციდან. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.